Ავთმობთ სტუმარს პირდაპირ ეთერში შეგვერთება თბილისის საკრებულოში ისნის კონკრეტულად კი ვაზის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ბექა მეთეშაშვილი. Დავბრუნდით სტუმართან ერთად ბექა მეთეშაშვილი პირველად იყრის კენჭს თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა მისთვის ის რაიონი, სადაც კანდიდატად არის წარდგენილი უცხო არ არის, რადგან წლების განმავლობაში მუშაობდა ისნის გამგეობაში. ბექა მეთეშაშვილი ასევე იყო ქართული ოცნების თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ბატონო ბექა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენ გადაცემაში. მე უკვე თქვი რომ თქვენ პირველად მონაწილეობთ როგორც კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე, მოდით გითხარით უფრო მეტი თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, რა გამოწვევაა ეს თქვენთვის? პირველ რიგში მადლობა მართლ გუნდს დობისთვის, ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი იმ რაიონში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა და დიდი პასუხისმგებლობა. პირველად არჩევნებში მონაწილეობა მიუხედავად პირველად არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად მე მზად ვარ ვიმუშაო თითოეული მაცხოვრებლისათვის და ვიყო მათი ხმა საკრებულოში. ბატონო ბექა, მოდით გითხავთ თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ, როგორ მიდის ეს კამპანია, თქვენ ალბათ ხვდებით მოქალაქეებს, რა რეჟიმში ხართ რომ გითხრათ? აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები, ხდება რა თქმა უნდა გამოწვევები, ლაპარაკობთ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე და ჩვენთვის თავარი არის რომ ამ მოსახლეობას გავუწიოთ გარკვეული დახმარებები და ჩვენ მაგისთვის მზად ვართ. ეხლა რას გეუბნებიან მოქალაქეები რომ მიდიხართ, რას თვლით რომ დღეს არის მთავარი გამოწვევა მათთვის? მთავარი გამოწვევა არის ჩემი აზრით, ბევრი რამეა გაკეთებული, ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებია განხორციელებული, მაგრამ რაც შეეხება არის კონკრეტულად რო თქვა GVP-ს ეხება ეს თემები, ანუ არის გზებზე გამოწვეული პრობლემები, რომელიც არის წყალანინების შეცვლა, მილების გამოცვლა და შემდგომ გასაკეთებელია გზები და მოსაპირკეთებელია. რაც შეეხება ბინათმესაკუთრების სამხანაგობა არსებობს გამგეობაში და მაგაზეც ბევრი გამოწვევებია, სურთ კანალიზაციის შეცვლა, სახურავის გადახურვა, ბევრი რამე არის ზოგადად რო ვილაპარაკოთ. თქვენ მაგალითად სკვერების რეაბილიტაცია, ასე ვთქვათ. ახალგაზრდების მიმართულება თუ იქნება თქვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, იმიტომ რომ მე როგორც დასაწყისში ვთქვი, თქვენ იყავით ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ხო? დიახ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები და მათი განვითარება. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენი შესაძლებლობა და შეიძლება მივცეთ ახალგაზრდებს სპორტში, განათლებასა და კულტურულ სფეროში. მათთვის საჭირო სივრცეები, ინვენტარი და შესაძლებლობები იქნება ჩემი პრიორიტეტი. მუშაობდი თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად და ეს გამოცდილება მაძლევს საშუალებას გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდობის პოტენციალი. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი ქართულ პოლიტიკაში. ჩემი აზრით და ზოგადად ახალგაზრდების მთავარი როლი არის. ეხლა ჩვენ ვახსენებთ შეხვედრა თვითონ მოქალაქეებთან, ხომ? თქვენ თქვით რომ არის საჭიროებები, რაზეც მიდის საუბარი ამ შეხვედრების დროს, რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ. ჩვენს რაიონში მაგალითად მრავალი სოციალური, ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პროექტი განხორციელა და ასევე გაგრძელდება ყველა ეს პროექტი. მიმართულია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაზრდაზე, სტაბილურობასა და კომფორტზე, უზრუნველყოფაზე. თითოეული მაცხოვრებელი იგრძნობს, რომ მისი ხმა მონაწილეობს ქალაქის განვითარებაში, რათა ვაისუბანი და მერვე ლეგიონი გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული, მეგობრული და პროგრესული გარემო თითოეული ოჯახისთვის. გვირდებით რომ თქვენი თითოეული პრობლემა ჩემი მიზანი გუნდის პრობლემა იქნება რა, ეს მინდა რომ უთხრა ჩვენს მოსახლეობას. დიდი მადლობა რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენ გადაცემაში, დაგემშვიდობებით, მაყურებელს შევახსენებ რომ ბექა მეთეშაშვილი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში კონკრეტულად ვაზის უბანში პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ამით გამოშვება დასრულებულია, კურიერი გემშვიდობება 9 საათამდე, თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე, რუსთავი 2.lg.